როდის უნდა მივაქციოთ ყურადღება ჩვენი ღრძილების ჯანმრთელობას? სანამ ტკივილი და სისხლდენა დაგვეწყება მანამ. რამდენად განვითარებულია ჩვენთან პაროდონტოლოგია და იმპლანტოლოგია, რა სიტყვები? ძალიან ბევრ ქვეყანას გაუწევდით კონკურენციას, ევროპულსაც კი. იგნატე, იმპლანტაცია რატო არის ძვირი? არ მოიძიოთ ინფორმაცია ქართულ Google-ში. პირდაპირ ვაფრთხილებ. მოიძიეთ ინგლისურში, მოიძიეთ რუსულში, მოიძიეთ ნებისმიერში, აღონდ ქართულში არა. რამდენ ხანს ძლებს იმპლანტი? რამდენ ხანს ცოცხლობს ადამიანი? რამდენად მართალია ის, რომ ღრძილების ანთებამ შეიძლება გამოიწვიოს სხვა პრობლემები, მაგალითად გულის პირდაპირ პრობლემები. კავშირშია. შეუძლებელია 3 კოლოფი სიგარეტის მოწევის მერე ადამიანს პირის ღრუ ქონდეს ჯანმრთელი. მეგობრებო, მოგესალმებით. ეს არის ჩვენი სტომატოლოგიური პოდკასტი და ჩვენ აქ საუბრობთ პირის ღრუს ჯანმრთელობაზე და ყველა იმ საკითხზე, რომელიც ასე ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს ყავს ძალიან საინტერესო სტუმარი, სტომატოლოგიური კლინიკა დენტოკლუბის ექიმი ქირურგი, იმპლანტოლოგი, პაროდონტოლოგი, ექიმი ეგნატე გიორგაძე. ეგნატე, მოგესალმები. და სანამ გადავალთ კლინიკურ კითხვებზე, მაინტერესებს როგორ შეარჩიე ეს კარიერა, რატომ იმპლანტოლოგია, რატომ პაროდონტოლოგია და რომ არა სტომატოლოგი, ვინ იქნებოდი? გამარჯობა, მივესალმები ჩვენს მსმენელებს. ჩემი სტომატოლოგიაში მოხვედრა, ბავშვობიდან ექიმობა მინდოდა და ყოველთვის ან სტომატოლოგიას ვფიქრობდი, ან უფრო კარდიოქირურგიას. უფრო ქირურგობისკენ ვიხრებოდი ყოველთვის, რატომღაც ქვეცნობიერ დონეზე, თუმცა საქმეზე რომ მიდგა და რეზიდენტურის არჩევა დამჭირდა, რატომღაც გადავწყვიტე რომ გამოსულიყავი თერაპევტი. მერე გავიარე სუბსპეციალობად ქირურგიული სტომატოლოგია, ისიც სასაცილოა რატო გავიარე, რეგიონული ანესთეზიები არ გვისწავლია თერაპიული რეზიდენტურის პერიოდში და ამიტომ ცოტა რომ უხეშად ისე რომ ვთქვა, სლენგის ენაზე რომ ვთქვა, დამემუღამებინა ეთუნა ბახტაძეს ვთხოვეთ მე და ჩემმა ჯგუფელებმა რომ გვინდოდა ქირურგიის კურსის გავლა და შემთხვევით ესე გავაკეთებინეთ ქირურგიის კურსი იმისთვის რომ გავგვევლო რაღაც დეტალები რა აღმოჩნდა რომ თურმე ქირურგია უკეთესად გამომდის ვიდრე თერაპია და რაღაც პერიოდის მერე უკვე დენტოკლუბშიც რომ მოვხდი მე იქ ქალბატონი ნათია რუსაძის ძალიან დიდი წვლილი არის იმაში რომ მე დღეს ვარ იმპლანტოლოგი იმიტომ რომ ნათია რომ არა მე არ გადავწყვეტდი რომ საერთოდ იმპლანტოლოგიისკენ წავსულიყავი, ნათია მიბიძგა ამისკენ. მე ბატონ კახასთან დავიწყე სიარული და დღეს აქ ვარ რა. რომ ძახიან ხოლმე რომ აი ცნობილი იმპლანტოლოგი ხარ და რაღაცა, ნუ ყოველთვის ხას უსვავ რომ რო არ ყოფილიყო ნათია რუსაძე, მე ვიქნებოდი ისევ თერაპევტი. და რატო იმ დროისთვის ფიქრობდი რომ იმპლანტოლოგია არ არის განვითარებული ქვეყანაში თუ უბრალოდ არც ფიქრობდი არა უბრალოდ არც ფიქრობდი საერთოდ არ განვიხილავდი იმას რომ შეიძლება იმპლანტი გამეკეთებინა ძალიან ბედნიერი ვიყავი რეტენციული მერვეების და საკმარისი იყო ჩემთვის ეს იყო ჩემთვის აი რაღაც მაღალი ყველაზე მაღალი წერტილი რაც შეიძლება და გამეკეთებინა ქირურგიაში მაგრამ ნათია მაი მიჩხიკინა რომ შენ შეგიძლია შენ უნდა გააკეთო და რა არის იცი მე ხვაი ნათიას უმადლი ამ ჩემს წარმატებებს და წინსვლას და რაღაც ყველაფერს განვითარებას და ამის მერეც ყოველთვის ყველასთან ვისაც ხედავ რომ რაღაცა პოტენციალი აქვს ყველანაირად ვცდილობ ხოლმე რომ მეც ვიღაცას ხელი შეუწყო რა ანუ რო ხედავ ადამიანს აქვს პოტენციალი და არ იყენებს ყველაფერს უკეთებ ხოლმე რომ იმ პოტენციალისკენ უბიძგო და პაროდონტოლოგია პაროდონტოლოგია რატო? პაროდონტოლოგია იმიტომ რომ აი რაღაც პერიოდი რო ვიმუშავე იმპლანტოლოგიაში ხო აღმოაჩინე რომ რაღაც აკლდა ამ იმპლანტოლოგიას. ჩემი გადასახედიდან, იმიტომ რომ მაქვს კარგი ძვალი ჩავსვი, არანაირი პრობლემა არ არის, ხო, მაგრამ ვერ მივიღე ის შედეგი, რაც მაგალითად ინტერნეტით ვინახია, რომ უნდა მიიღო 3 მმ-იანი, 4 მმ-იანი ღრძილი, არ უნდა კონდეს ანთებითი პროცესი, პაციენტს არ უნდა კონდეს ქაჩვა, ტკივილი და ეს შემთხვევა, ხო, გვირგვინების დაყენების მერე. და გადავწყვიტე, რომ რაღაც მაკლია. და ეს რაღაც ფიქრის მერე მივედი რომ იყო პაროდონტოლოგია. მე აღმოვაჩინე რომ მართლა ძალიან საჭირო ყოფილა. იმაზე საჭირო ყოფილა და არ ვიცი, ყველაფერს ვაკეთებ რომ რაც ჩემს ძალებს შეცდება რომ პაროდონტოლოგია და იმპლანტოლოგია საქართველოში იყოს მაქსიმალურად დაკავშირებული ერთმანეთთან. როგორ ფიქრობ, ორთოპედმაც უნდა იცოდეს პაროდონტოლოგია? აუცილებლად, ორთოპედმაც, ორთოდონტმაც, თერაპევტმაც ყველამ უნდა იცოდეს პაროდონტოლოგია, ყველა კლინიკაში უნდა იყოს პაროდონტოლოგი. პაროდონტოლოგი უნდა გეგმავდეს რა ტიპის კონსტრუქცია და რა ტიპის მკურნალობა ჭირდება კონკრეტულად პაციენტს, იმიტომ რომ თუ არ მოხდა იქ პირის ღრუს ჯანმრთელობის დროს რა არის გამომწვევი, რა არის პრობლემა, თუ პრობლემების მოხსნა არ მოხდა იქ შესაბამის მკურნალობა არ იქნება რა, ამიტომ პაროდონტოლოგის მკურნალობით უნდა
და დაგეგმარებით უნდა მოხდეს ზოგადად პირის ღრუს მკურნალობის. მარტივად რომ თქვათ, რა არის პაროდონტოლოგია, ვინ არის პაროდონტოლოგია, პაციენტისთვის გასაგებ ენაზე. რა საქმიანობს შენ, როგორც პაროდონტოლოგი? პაროდონტოლოგია არის პირის ღრუს ლორწოვანისა და კბილის გარშემოცველი ქსოვილების ექიმი. კბილის გარშემოცველი ქსოვილები ძვალი, ლორწოვანი, ღვრძილი, ენა, ლოყები, დუღაბი, ამათი ყველაფრის ექიმი არის პაროდონტოლოგი. ღვრძილების ანთებების დროს მკურნალი ექიმი არის პაროდონტოლოგი, კბილების დაკარგვის დროს მკურნალი ექიმიც არის პაროდონტოლოგი. და არა ქირურგი. და არა იმპლანტოლოგი კი, იმიტომ რომ იმპლანტოლოგი არის პაროდონტოლოგიის ნაწილი. კი, იმპლანტოლოგიის რაღაც სახეობები არის ყბასახის ქირურგიის ნაწილი, იქ სადაც არის ხოლმე ალვეოლური მორჭის ატროფია, დიდი ზომის დეფექტები, ძვლოვანი დეფექტები, იქ სადაც ყბასახის ქირურგის ჩარევის გარეშე შეუძლებელია რაიმეს გაკეთება. თუმცა იმ ყბასახის ქირურგსაც უნდა კონდეს პაროდონტოლოგიური ცოდნა. გამოდის, რომ ნებისმიერი იმპლანტაცია უნდა დაიგეგმოს პაროდონტოლოგთან ერთად. პაროდონტოლოგმა უნდა შეაფასოს რბილი და მაგარი პაროდონტოლოგმა, ქსოვილების. ორთოპედმა და პაროდონტოლოგის და ორთოპედის მითითებით უნდა მოხდეს იმპლანტების ჩასმა. გასაგებია, პაციენტს აკლია კბილი, ამ შემთხვევაში რეკავს დენტოკლუბში და ვის კითხულობს? ვინ უნდა იკითხოს? სამწუხაროდ პირდაპირ ეწერებიან ქირურგთან, კი, მაგრამ იმპლანტოლოგთან. მე და ჩემ ცვლაში ვინც არის ორთოპედები ნანჩო დათო, გვაქვს ესეთი მიდგომა, რომ პაციენტთან კონსულტაციას ყოველთვის ესწრება ორთოპედიც და თუ ამის საჭიროება არის, ყოველთვის ესწრება პაროდონტოლოგიც. იმისთვის რომ ჯერ პირველ რიგში გამოვაჯანმრთელოთ პირის ღრუ, რაშიც შედის ძირითადად წმენდა, ჰიგიენის წესების დაცვა, იმიტომ რომ ადამიანი რომელიც საკუთარ კბილებს არ უვლის, შენს გაკეთებული იმპლანტსაც არ მოუვლის, შესაბამისად მაქსიმალურად გამოჯანმრთელებული პირის ღრუ უნდა მივიღოთ იმისთვის, რომ გავაკეთოთ მერე იმპლანტაცია. მერე ორთოპედი უხსნის პაციენტს რა ტიპის კონსტრუქცია არის სასურველი მისი ყბისთვის, მისი თანკბილისთვის, ფუნქციურად როგორი უნდა იყოს ეს და შესაბამისად თუ საჭირო არის მერე იქ იმპლანტის ჩასმა, იმ შემთხვევაში ვსვათ იმპლანტს. ამ შემთხვევაში უყურე როგორი კითხვა ებადება პაციენტს დიდი ალბათობით. ეს ხანგრძლივი პროცესია. მე კიდე მოვედი მხოლოდ იმისათვის, რომ კბილი ჩავისვა. ეს ერთი კითხვა და მეორე კითხვა. გამოდის, რომ რამოდენიმე პროფილის ექიმს უნდა გავესაუბრო, ესე იგი ფინანსურად ბევრად უფრო მაღალი ხარჯის გაწევა მომიწევს. აი ამ შემთხვევაში, აი ამ ორ კითხვაზე რა პასუხს გასცემდი? ისეთ პაციენტს, რომელსაც ეს ყველაფერი აინტერესებს, ეჭირდება. გავუფრთხილდით თქვენს კბილებს. წელიწადში ორჯერ იარეთ. თორე მე ჩვენ ერთობით საქმეში. თუმცა მაინც აი რეკავს და ამ ყველაფერს უხსნით კონსულტაციაზე. სამწუხაროდ არის ახლა ისეთი кейსები, როდესაც მოვიდა პაციენტი, უცბად ჩაუსვით იმპლანტი, წავიდა, გაუკეთეთ დროებითი კბილი, ყველაფერი კარგად არის, არც არასოდეს პრობლემა არ ექნება, მაგრამ თითეული სიტუაცია არის ინდივიდუალური და ამას ჭირდება ინდივიდუალური მიდგომა. თუ არის ისეთი შემთხვევა, როდესაც გჭირდება სინუს ლიფტინგი, გჭირდება აუგმენტაცია, ამას ძვლის აუგმენტაცია თუ გჭირდება ამასთან ერთად ღვრძილის აუგმენტაცია, ეს ყველაფერი დროში იწელება, იმიტომ რომ ფიზიოლოგიური პროცესები ჩვენზე არ არის დამოკიდებული, ჩვენ სურვილებზე არ არის. მე რომ ძვალს შევიტან და აღსადგენი მაქვს ჰაიმურის ღრუში 10 მმ სიმაღლის ძვალი, იმას ჭირდება 8 თვე. ლოდინი. რანაირადაც არ უნდა მოვიდონ, მე იმას ვერ გავაკეთებ ერთ კვირაში. ეს არის ჩვენი ანატომია, ჩვენი ანატომია, ჩვენი ფიზიოლოგია და ამის დაჩქარება სამწუხაროდ მე არ შემიძლია. ანუ არ არსებობს არანაირი ტენდენცია, რაღაც სამომავლო კვლევების. არსებობს მაგალითად ძვლის სახეობები, რომელსაც 3 თვეში შეუძლია, მაგალითად ჯეტეო 3 თვის შემდეგ აქვს შედეგი. კი, ეს ძალიან დიდ ფორას გვაძლევს, ასე ვთქვათ, ესეთ სიტუაციებში, მაგრამ არის ხოლმე кейსები, როცა მაგალითად ჯეტეოს ვერ გამოიყენებ და საჭირო უფრო ხანგრძლივი პერიოდი მოწდა. სამწუხაროდ ამას ვერ აუვართ. არიან პაციენტები, რომელსაც ის 3 თვეც არ აწყობთ, მაგრამ რა ვქნათ, ჩვენზე არ არის დამოკიდებული. ხო, იმიტომ როგორც წესი დიდი ხანია ელოდებოდი, მოდიხარ ექიმთან და გინდა საკმაოდ სწრაფად მიიღო შედეგი. ოკეი, გასაგებია. როდის ჭირდება პაციენტს იმპლანტოლოგის კონსულტაცია? როცა უკბილობა აქვს მხოლოდ? კი, რა თქმა უნდა, როცა უკბილობა აქვს, რა თქმა უნდა. მაგრამ ჯერ ორთოპედთან კონსულტაციის გავისმენთ. ნებისმიერ შემთხვევაში ორთოპედთან, იმიტომ რომ
კონსტრუქცია, რაც პირის ღრუში ჩანს, რითიც პაციენტი ფუნქციურ და ესთეტიურ მოთხოვნილებებს იკმაყოფილებს, კეთდება ორთოპედთან. ოკეი, გასაგებია. ესე იგი, მე ვარ პაციენტი, მაქვს უკბილობა, ვრეკავ კლინიკა დენტოკლუბში და ვიძახი, რომ მე მჭირდება კონსულტაცია ორთოპედთან და არა იმპლანტოლოგთან ან პაროდონტოლოგთან. გასაგებია. როდის უნდა მივაქციოთ ყურადღება ჩვენი ღრძილების ჯანმრთელობაზე? როცა ტკივაც იუზე ცხელზე, როცა გვაქვს სანამ ტკივილი და სისხლდენა დაგვეწყება მანამ. ვიარო წელიწადში ორჯერ ალბათ. წელიწადში ორჯერ პაროდონტოლოგთან ვიაროთ და არა თერაპევტთან და პაროდონტოლოგმა უმკურნალოს ღრძილებს, თუ სამკურნალოა. და თუ გვაქვს ეს მყისიერი ტკივილი ციუზე და ცხელზე, რა თქმა უნდა, მაშინვე პაროდონტოლოგთან. მაშინვე. ანუ ამის მკურნალობა შეიძლება. რა თქმა უნდა, ნებისმიერი დაავადების, რაც პაროდონტოლოგიური კუთხით შეიძლება იყოს, ან დერმატოლოგიური კუთხით ნებისმიერი მკურნალობა შეიძლება პაროდონტოლოგთან, სტომატოლოგიურ კლინიკებში. და თუ არა გვაქვს არანაირი ტკივილი და ოდნავ გვაქვს გაწითლებული ღრძილი. ამ შემთხვევაში უნდა მივაქციოთ ამას ყურადღება, მეტად უფრო ძირითადად ეს არის ხოლმე ჰიგიენის არასწორი დაცვის გამო, ან ფუნქციური გადატვირთვის გამო კბილის ყოველ მიზეზს გარეშე მაინც პაროდონტოლოგის კონსულტაციაა საჭირო. რას გულისხმობ ჰიგიენაში და ცვეთაში? არა, ცვეთა არა. პათოლოგიური დატვირთვა როცა ხდება კბილის, ამან შეიძლება გამოიწვიოს კბილის მორყევა, თუმცა ანთება არ იყოს კბილის გარშემო. ანუ კბილი ირყევა იმის გამო არა რომ ანთებაა. იმის გამო ირყევა რომ სუპერკონტაქტი აქვს. ჰიგიენის დაუცველობაში გულისხმობ იმას, რომ სამწუხაროდ პაციენტების დიდმა ნაწილმა არ იცის სწორად გამოხეხვა კბილების. კარგი, მაშინ როგორ უნდა გავიხეხოთ კბილები? სწორად გახეხვის ტექნიკა, ბასის მოდიფიცირებული ტექნიკა, YouTube-ზე შეგიძლიათ ვიდეოებს უყუროთ. ბასის მოდიფიცირებული ტექნიკა, BUS არის წერება, BAC იწერება. რბილი ჯაგრისია ამისთვის საჭირო, იდეალური არის კურაპროქსის ან მსგავსი ტიპის ჯაგრისები, რომელსაც უფრო რბილი ჯაგრულები აქვს და უფრო მეტი. 45 გრადუსიანი კუთხით ედება კბილის ყელის მიდამოში, ისე რომ ნახევარი ჯაგრისი მოთავსებულია ღრძილზე, ყველაზე პრეტენზიული ადგილი რაც არის კბილის ხეხვის და წრიული მოძრაობა და შემდეგ გამოგვა არის. ისე იგი ღრძილს უნდა ეხებოდეს. ღრძილს უნდა ეხებოდეს კი. იმიტომ რომ ყველაზე პრეტენზიული ნაწილი კბილის ზედაპირზე გასახეხი არის ყელის მიდამო და არის კბილთაშორის სივრცეები. ჯიბები. ჯიბები თუ არის იმ შემთხვევაში კი, მაგრამ კბილთაშორის სივრცეების წმენდა თუ არ ხდება სრულფასოვანი, მე რჩდება ჯიბები. და კბილთაშორის სივრცეები როგორ უნდა გაიწმინდოს? სპეციალური ინტერდენტალური ჯაგრისები არსებობს, პატარა ჯაგრისები, რომელსაც პაროდონტოლოგი ზომებს გირჩევს. რა ზომის ინტერდენტალური ჯაგრისი უნდა გამოიყენო, ორ კვირაში ერთხელ ცვლი ამ ჯაგრისებს და კბილების გახეხვის შემდეგ ატარებ ყველა კბილს შორის და ირიგატორზე რა სიტყვი? შეიძლება თუ არა მხოლოდ ირიგატორი გამოვიყენოთ და არა ირიგატორიც შეიძლება კომბინაციაში. კომბინაციაში დრო. უყურე რა გამოდის რომ კბილის ჩვეულებრივი კბილის ჯაგრისით უნდა გაიწმინდო კბილების შემდეგ კბილთა შორის მეთქანს არ გრძელდება ეს ყველაფერი. როგორ ფიქრობ, არ ეზარება პაციენტს? მეც მეზარება ხოლმე, მაგრამ სხვა რა გზა. საჭირო? მეც მეზარება. მიუხედავად იმისა, რომ მე სტომატოლოგიური მომსახურების თანხას არ ვიხდი, მე არ მაქვს არასოდეს ჩაწერის პრობლემა არც ერთ ექიმთან. მაინც უნდა ვეცადოთ, რომ არც ერთ ექიმთან არა, ბოდიში დავაზუსტებ, თეა ნაცვლიშვილთან ვიყავი ჩაწერილი ცოტა ხნის წინ, 3 თვე ვეწერებოდი, 3 თვე. კი, თეასთან ნამდვილად ლოდინი გჭირდება, კი. და იმ შემთხვევაში, როცა უკვე ხედავ კბილის ფესვს, კი არა და ეს ღრძილი განიცდის რეცესიას. ამ შემთხვევაში შეიძლება ამის მკურნალობა შეიძლება დაიბრუნოს პაციენტმა. რეცესიის დახურვის ტექნიკები არსებობს? კი, არსებობს რეცესიის. რამდენად მტკივნეული ეს პაციენტისთვის, რამდენად ხანგრძლივია, იმიტომ რომ მაგალითად მე მაქვს ღიმილის მაღალი ზონა, ხაზი და იმ შემთხვევაში ხო თუ რაღაც ანთება მაქვს ან რეცესია მაქვს, ეს ხო გამოჩნდება და რეცესიის დახურვა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. ძალიან კარგი პერიოქირურგები ყავს საქართველოში, მე ვიცნობ ერთი 10-15 კაცს ვიცნობ, ძალიან კარგად რომ მუშაობენ. შეიძლება დახურვა, თან ისე შეიძლება დახურვა, რომ ხანგრძლივად ექნება შედეგი, ის კი არა რომ მაგალითად 2 წლის მერე და 3 წლის მუდმივია. მუდმივია. შედეგი მუდმივია. მაგას იმაზე არ არის დამოკიდებული. უყურეთ, რაზეა დამოკიდებული რეცესია. რეცესიის გაჩენა. თუ ეს დამოკიდებული არის აგრესიულ ხეხვაზე, პაციენტი თუ არ გადაეჩვია აგრესიულ ხეხვას, ოპერაციული ტექნიკით თუ დაუხურე, მე მაინც გააგრძელებს ისევ რეცესიის მიღებას. ჯერ გამომწვევი მიზეზი უნდა მოშორდეს. თუ არის ორთოდონტიული პრობლემები, უნდა გასწორდეს კბილები.
თუ არის არასწორი ხეხვის ან არასწორი მაგალითად ძაფის გატარების შემდეგ ჰიგიენური ძაფი რაც არის ფლოსის გამოყენების არასწორმა ტექნიკამ შეიძლება გამოიწვიოს ნახეთქების გაჩენა რძილზე, რასაც ქვია სტილმანის ნახეთქი, რომელიც რეცესიას გავს. თუ თავის დროზე მიხვდება პაციენტი, რომ ეს ძაფის არასწორი გამოყენების გამოა, ხო კარგი. მაგრამ როდესაც კერატინიზაციას განიცდის უკვე ნახეთქი, იმას ოპერაციული გეგმის სჭირდება ჩასწორება. მაგრამ მე რო გავაკეთებ ოპერაციას პაციენტმა თუ თავიდან დაიწყო ძაფის გამოყენება, ხო? შედეგი ეს არ ნიშნავს, რომ მე ცუდი ტექნიკით გავაკეთე. ეს ნიშნავს, რომ გამომწვევი მიზეზი ისევ გვაქვს. შესაბამისად, ჯერ უნდა მოიხსნას გამომწვევი მიზეზი და შემდეგ უნდა მოხდეს რეცესიის დახურვა. რეცესიის დახურვა არანაირი პრობლემა არ არის. დისკომფორტი რა თქმა უნდა არის, იმიტომ რომ სასიდან გვიწევს კერატინიზირებული ქსოვილის აღება, გადმოტანა და ოპერაციის გაკეთება მიკროქირურგიulis, მაგრამ ეს ყველაფერი სრულდება მინიმალისტური მიდგომით, მინიმალური ინვაზიური მიდგომით. ეს ყველაფერი სრულდება ძალიან წვრილი მიკროსკოპული თითქმის ზომის ძაფებით, 7-0, 6-0 ძაფებით, რომელიც დისკომფორტს არ იწვევს პაციენტებში. მე რამდენჯერაც გამიკეთებია მსგავსი ტიპის რეცესიის დახურვები, არასოდეს პაციენტს არ აქვს დისკომფორტი. ერთადერთი სასაზე მაქსიმუმ არის ხოლმე ცხელი საჭმელით რო გაგღიზიანებია სასვა, ესეც შეგრძნება რა. თუმცა ყველაფერი ინდივიდუალურია, იმიტომ რომ არსებობენ ადამიანები, რომელსაც რაც არ უნდა მოუვიდეს პრობლემად არ თulis ამას, არსებობენ ადამიანები, რომ ხიჭვის შერჯობა არის სოფლიო დონის ტრაგედია. კი, უფრო ამიტომ ყველაფერი შეგრძნებები, ტკივილები, ყველაფერი მაინც პაციენტის ფსიქიკაზე და პაციენტის შინაგან განწყობაზეა დამოკიდებული. გამოდის რომ რეცესიის მკურნალობა შეიძლება და შესაძლოა იყოს საკმაოდ ხანგრძლივად. მრავლობითისაც ერთეული რეცესიებისაც არანაირი პრობლემა არ არის. ოკეი, და მინიმალურად ინვაზიურიც არის. კი. ტკივნეული არ არის. არა. სუპერ. და რა სხვაობა გინგივიტსა და პაროდონტიტს შორის? პაროდონტიტი არის უფრო გენერალიზირებული ანთებითი პროცესი. ანუ გინგივიტის დროს მხოლოდ რძილზე არის ანთებითი პროცესი. ანუ ძვლის დაზიანება არ ხდება. პაროდონტიტის შემთხვევაში ძვალი ზიანდება იმ დონეზე, რომ კბილები შეიძლება დაკარგოთ. აი ზუსტად ეს არის ჩემი შემდეგი კითხვა. შეიძლება თუ არა არასწორმა მკურნალობამ გამოიწვიოს კბილის დაკარგვა? პაროდონტოლოგიურმა არასწორმა მკურნალობამ? ჩარევამ. არასრულფასოვანმა მკურნალობამ კი, არასრულმა მკურნალობამ არასწორი ვერ ხვდები. ანუ არასწორი მკურნალობა არ არსებობს. პაროდონტიტის მკურნალობა არის ღრმაწმენდა, ჰიგიენური საშუალებების შერჩევა, სწორად ახსნა მის, რა ქვია, ჰიგიენური პროცედურების, როგორ უნდა გააკეთოს პაციენტმა, სუპერკონტაქტების მოხსნა, რო არ იყოს კბილზე ზედმეტი ზეწოლა, არასწორი ზეწოლა, სტრესი, შინირება. თუ ეს ყველაფერი სწორად შესრულდა, რა თქმა უნდა, შედეგი კარგი იქნება. თუ არ შესრულდა რაღაც, მაგალითად მე ყველაფერი გავაკეთე, მაგრამ სუპერკონტაქტი მქონდა და ამ კონტაქტიდან არ მოუხსენი, შედეგს ვერ მივიღებ. ანუ კბილი უძრავი უნდა იყოს, მეორე და მესამე ხარისხის მორყევაც რო იყოს, ხო? კბილი უნდა გადავიყვანო მე უძრავ მდგომარეობაში და ისე უნდა უკმკურნალო. თუ მე არ გადავიყვანე უძრავ მდგომარეობაში, მაგალითად არ დავაშინირე და ისე მოხდა ამის მკურნალობა, შედეგს ვერ მივიღებ. შეიძლება კბილი დაიკარგოს კი. გამოდის რომ ძალიან კარგად უნდა იკითხო და სწორ ექიმთან, სწორი მიმართულებით. მაქსიმალურად კარგ ექიმთან უნდა მოხდე. როგორ უნდა შეარჩიო ექიმი? პაროდონტოლოგო.g არის საიტი. სადაც ვართ ყველა პაროდონტოლოგი, სხვათა შორის რუკაც კი არის და იმის მიხედვით ტერიტორიულად სად გაწყობს საქართველოს მასშტაბით, შეგიძლია აირჩიო ნებისმიერი ექიმი. ნებისმიერი შეგიძლიათ ენდოთ და ნებისმიერს თამამად ენდოთ, ისე მიხვიდეთ, რომ რა ვიცი, მე შემიძლია მივიდე პირადად ნებისმიერთან, ისე რომ არც დავფიქრდე ვინ არის, სად გაიარა, რომელ წელს გაიარა. ოკეი. რა სიტყვა იმპლანტოლოგიაზე? რამდენად მტკივნეულია იმპლანტის ჩასმა? აბსოლუტურად უმტკივნეულია. რამდენად საფრთხაა? ხო იცი, ადრე ფიქრობდნენ რომ იმპლანტი არის რაღაც. ეხლაც ბევრი ფიქრობს მაგას. რომ რაღაც პრობლემებს იწვევს ორგანიზმისთვის, მაგრამ არ უცხო სხეულია. უცხო სხეულია მენჯბარძაყის სახსარიც. განსხვავება რა არის მენჯბარძაყის სახსარსა და დენტალური იმპლანტის შორის? მენჯბარძაყის სახსარი სტერილურ გარემოშია, მიკროორგანიზმებს არ აქვს შეღწევადობა და დენტალური იმპლანტთან მიკროორგანიზმებს აქვს შეღწევადობა. შესაბამისად, დენტალური იმპლანტის გარშემო შეიძლება წავიდეს ანთებითი პროცესი, იმის გარშემო იშვიათად ხა. თუ ასეპტიკის და სტერილიზაციის ნორმები არ არის დარღვეული, იქ პრობლემა არ იქნება.
მტკივნეული არ არის? აბსოლუტურად უსაფრთხოა. საკუთარი გამოცდილებიდან შემიძლია თქვა, მე თვითონ მიკეთია. სანამ სხვებზე დავიწყებდი იმპლანტების გაკეთებას, მანამდე მე დამჭირდა. ოკეი, რეაბილიტაციის პერიოდი როგორია? იმპლანტაციის შემდეგ. იმის და მიხედვით რა ტიპის დამატებითი მასალების გამოყენება მომიწია. მე თუ მომიწია ხელოვნური ზვლის გამოყენება, ერთეული იმპლანტის შემთხვევაშიც კი საჭირო არის იმპლანტის ანტიბიოტიკოთერაპია. ნუ ტკივილგამაყუჩებელი რა თქმა უნდა საჭიროა. საულებები, ჰიგიენური საშუალებები. თუ მაგალითად ის ერთი იმპლანტის ჩასმა მომიწია და აუგმენტაცია საჭირო არ არის, ანუ ხელოვნური ზვლის გამოყენება, ამ დროს ანტიბიოტიკსაც არ ნიშნავთ ხოლმე, უბრალოდ ტკივილგამაყუჩებელი და ჰიგიენა. და იმპლანტის მოვლა როგორია? იმპლანტის მოვლა, სანამ იმპლანტი გაუაქტიურებელია, ანუ არც მაფორმირებელი აყენია და არც კბილი, მანამდე დიდი არაფერი მოვლა არ ჭირდება, იმიტომ რომ ორგანიზმში სტერილურად არის. აქტივაციის შემდეგ აუცილებელია მაფორმირებლის გახეხვაც, ჰიგიენის დროს, კბილის გაკეთების შემთხვევაში, ყოველ მიზეზ გარეშე 3 თვეში ან 6 თვეში ერთხელ პაროდონტოლოგთან ვიზიტი, ირიგატორის აუცილებელი გამოყენება, არანაირი ძაფი ამას უკრძალავთ კატეგორიულად, ინტერდენტალური ჯაგრისები ყველაზე ცუდ ვარიანტში, რაც შეიძლება. რატო უკრძალავთ? იმპლანტის ყელთან ძაფის გამოყენების შემთხვევაში, ერთი რომ იმპლანტიდან ვერ გამოიტან ვერაფერს. იქამდე თუ მიხვედი. მეორე, ძაფით უფრო მეტ პრობლემებს შეუქმნი და უფრო მეტ ბაქტერიას შეიტან, ვიდრე გასუფთავებას მოახერხებ. ამიტომ ყველაზე კაი ვარიანტია ან ირიგატორი, ან ინტერდენტალური ჯაგრისები. რაც შეეხება ირიგატორს, ალბათ ყველაზე soft, ყველაზე რბილი რეჟიმით. არა, სხვათა შორის როგორ არის, ცით რეჟიმის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად. ირიგატორის რეზინის თავიანი თავაკით ვაყენებთ მაქსიმალურ სიმძლავრეზე და ამ მაქსიმალურ სიმძლავრეს უკლებთ და იმ დონეზე ჩამოყავს, სადაც აღარ გვეთკინება. რა მომენტზეც აღარ გვეთკინება, ის მომენტი არის ჩვენთვის სასურველი. ეს ყოველთვის ინდივიდუალური, ანუ ვიღაცისთვის შეიძლება 9 იყოს ეს მოდელი სიხშირე და ვიღაცისთვის 3. იგნატე, იმპლანტაცია რატო არის ძვირი? პროდუქტიდან გამომდინარე, იქიდან გამომდინარე, თვითონ იმპლანტი არის ძვირი, დისტრიბუტორისგან ყიდვა, ის რომ იმპლანტი საქართველოში არის წარმოება და ყველაფერი შემოტანილია და შესაბამისად პროდუქტი ძვირია, მაღალ ტექნოლოგიური პროდუქტია. შეიძლება დამატებითი ძვალი დაგჭირდეს, აუგმენტაცია რაც შენ რა თქმა უნდა, მე იქიდან გამომდინარე, რომ ექიმებს ძალიან დიდი ფინანსები გვიჯდება იმპლანტაციის სწავლა და მუდმივი განვითარება. საკმაოდ დიდ ფინანსებზე გადის, ამიტომ შესაბამისად ძვირი ღირს პროდუქტი. იცი, ერთ-ერთ ჩემს წინა პოდკასტში თამუნა ყურაშვილი მყავდა სტუმრად რა და თამუნამ თქვა, რომ ზოგი იმპლანტი არც იგუგლება. ჩვენთან შემოდის ისეთი პროდუქტი, რომლის შესახებ ინტერნეტში არანაირი ინფორმაცია არ არის და ჩვენთან დენტოშოპის გვერდზე ძალიან ბევრი შეტყობინება შევიდა იმის მერე. გვეკითხებოდნენ, ის რჩება, იძებნებათ რა MIS-ის იმპლანტი სადაურია და ასე შემდეგ. შენ როგორ ფიქრობ, არის ჩვენს ბაზარზე ისეთი იმპლანტები, რომელსაც ვერ ენდობი პაციენტი? ან საერთოდ პაციენტმა უნდა იცოდეს რა იმპლანტს. რა თქმა უნდა, პაციენტმა უნდა იცოდეს ინფორმაცია და მე ყოველთვის ვეუბნები პაციენტს კონსულტაციის დროსაც კი უწერ რა ბრენდის, რა მოდელზე ვმუშაობ, მაგალითად. ანუ მარტო ის არა, რომ აი შენ გისვავ იმპლანტს და ეს იმპლანტი ღირს მაგალითად 2000 ლარი. ესე არა. ვეუბნებით, აი ამ მოდელზე. არ მოიძიოთ ინფორმაცია ქართულ Google-ში. პირდაპირ ვაფრთხილებ. მოიძიეთ ინგლისურში, მოიძიეთ რუსულში, მოიძიეთ ნებისმიერში, აღონთ ქართულში არა, იმიტომ რომ ქართულში სამწუხაროდ რეკლამების მეტი არაფერი არ გვაქვს ინფორმაცია. სამწუხაროდ. მე სხვათა შორის არა, მინდა გითხრა რომ ჩვენ გვაქვს ვებგვერდი ქართულენოვანი კბილი G, სადაც იდეაში იმპლანტების შესახებ და იმპლანტების მწარმოებლების შესახებ პრაქტიკულად არაფერი არ წერია, მაგრამ ყველას ურჩევ რომ შევიდეს ძალიან მარტივი ენით წერია თუ რა არის იმპლანტაციის ოპერაცია, რას უნდა ველოდოთ, როგორ უნდა მოვიმოქმედოთ ოპერაციის შემდეგ. ძალიან კარგი საიტია კბილი G, ყველას ძალიან ისე ვთქვათ რეკომენდაციას უწევ. კი, ვიცი კბილი G იქ რაღაცები არის, ვიცი, ესეთი დამყოფი ვარ ერთ-ერთჯერ, მაგრამ ცოტა სხვა რაღაცას ლაპარაკობ უყურე. სხვების რა თქმა უნდა აზრის გაზიარება და ფორუმებზე რაღაცის წაკითხვა პაციენტისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ხო, ის მაგრამ ზოგადად ის მომენტი იმპლანტი რამდენ ხანს იმუშავებს, დამოკიდებული არ არის ძირითადად მწარმოებელზე. აქ რაღაც როლი არის მწარმოებლის, რა თქმა უნდა.
რა მასალისგან არის დამზადებული. თუმცა ყველამ ვიცით, რომ ისა უმრავლესობა იმპლანტი არის ტიტანი, გარდა შტრაუმანის როქსოლიდისა და გარდა ზიმერის ტრაბეკულური იმპლანტისა. და ერთი-ორი ცირკონის იმპლანტები. უმრავლესობა არის ტიტანი. ტიტანი იდეალურად განიცდის ოსტეოინტეგრაციას ადამიანის ორგანიზმში, ძვალთან. შესაბამისად, მნიშვნელოვანი მომენტი აქ არის, როგორ ჩასვავ იმპლანტს, როგორ დაიცავს პაციენტი ჰიგიენას, ჯანმრთელობის პრობლემები ხო არ შეექმნება შემთხვევით პაციენტს რაღაც ისეთი გაუთვალისწინებელი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს იმპლანტის დაკარგვა. და რამდენად სანდო და კარგი სადისტრიბუციო კომპანიაა, რომლისგანაც ყიდულობ ამ იმპლანტს. რას გულისხმობ? ვაი და დამჭირდა მე რაღაც ნაწილი ისეთი, რაც ყოველდღიურობაში უცბად არ მჭირდება და ადგილზე მაქვს და პაციენტს არ უწევს ლოდინი ამისთვის. ამას აქვს ჩემი გადასახედიდან ეხლა რასაც უყურებ, ყველაზე დიდი მნიშვნელობა ამ წუთას. კი, ჩვენ შემთხვევაში ვიტყვი იმას, რომ მე მაისი შემთხვევაში ძალიან გაგვიმართლა მაგამ ბას. 20 წელია ან მეტიც კი და პირველი იმპლანტი იყო, რომელიც საქართველოში შემოვიდა MIS-ი. არსებობს ისეთი შემთხვევები, სადაც იმპლანტს ვერ ჩასვავ. უკუჩვენება. იმპლანტის უკუჩვენება, ძირითადად ეს არის ავტოიმუნური დაავადებები, თუმცა არის ონკოლოგიური დაავადებებიც, ძვლის სარკომის დროს და კატეგორიულად აკრძალულია რაიმე გამოყენება. ავტოიმუნური დაავადებებიდან ეს არის ოსტეოპოროზი, თუმცა ოსტეოპოროზის რაღაც სტადიაზე მაინც შეიძლება დასაწყის სტადიაზე სანამ პაციენტი მკურნალობას დაიწყებს. კონტროლირებადით თუ არის? არა, სანამ მკურნალობას დაიწყებს, იმიტომ რომ თვითონ ოსტეოპოროზი კი არ არის პრობლემა, ოსტეოპოროზის მკურნალობის დროს გამოყენებული პრეპარატები, ბისფოსფონატების ჯგუფი არის პრობლემა. ბისფოსფონატების 3 წლიანი დოზის მიღების შემდეგ უკვე იმპლანტის ჩასმა აღარ შეიძლება. აზრი აღარ აქვს, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ იმპლანტი არ შეხორცდება, ძვლის ნეკროზი ხდება იმ ადგილებში. ანუ არც ერთი იმპლანტის, არც ტიტანის, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ოსტეოპოროზიან პაციენტზე იმას გამოყენებას, რა ქვია, იმპლანტის გამოყენებას, კატეგორიულად არანაირი მნიშვნელობა. არ აქვს რა ტიპის მასალა არის იმპლანტი. მაგრამ დიაბეტიანების შემთხვევაში, ონკოლოგიური პაციენტების შემთხვევაში შეიძლება მაგალითად ტანტალიუმიანი იმპლანტის გაკეთება. ზოგ შემთხვევაში ტიტანის იმპლანტით შეიძლება. დიაბეტის პირველი ტიპის შემთხვევაში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს საერთოდ რაიმე იმპლანტის ჩასმის, რომელი ტიპის იმპლანტს ჩასვა, ყველა ნებისმიერი ხორცდება, მთავარია უბრალოდ ჰიგიენის კარგი დაცვა. არის მე ის რა ქვია, C-ჰეპატიტის მკურნალობის ფაზაში არ შეიძლება კიდე. წეველი ადამიანი. რამდენად რისკია? წეველი ადამიანი რისკია, საკმაოდ დიდი. მაგრამ აი მე მყოლია პაციენტები, რომელსაც უთქვიათ, რომ მე ვეწევი 3 კოლოფ სიგარეტს და მეთქვია, რომ თქვენ იმპლანტს არ გაგიკეთებთ. შეუძლებელია 3 კოლოფი სიგარეტის მოწევის მერე ადამიანს პირის ღრუ ქონდეს ჯანმრთელი. შეუძლებელია და ეს იმიტომ კი არ არის, რომ მე თავს ვიკავებ რაღაცისგან ან რაღაც პასუხისგებლობა არ მინდა ავიღო, არა. უბრალოდ ტყუილად გადაყრის თანხას, ტყუილად მოუწევს ამდენი ხანი ლოდინი, ტყუილად უნდა იწვალოს და რისთვის გაუკეთო, რატო აწვალო? მან ღერძილების პრობლემაც ექნება. აუცილებლად. ყოველ მიზეზს გარეშე იქნება. ეხლა მარტივიანით რო ავხსნათ, როგორია იმპლანტაციის ოპერაცია? შემოვიდა პაციენტი და რა ხდება? დაწყებიდან ბოლომდე რას უნდა ელოდოს პაციენტი? ყველაზე ცუდს რას უნდა ელოდოს, ეს არის ანესთეზია. ყველაზე მტკივნეო. ანესთეზიის შემდეგ პაციენტი ვერ გრძნობს ვერაფერს, ერთადერთი შეიძლება იგრძნოს ოდნავ ზეწოლა, ისიც იმ შემთხვევაში თუ აქვს რაღაც D1 ტიპის ძვალი. სხვა შემთხვევაში პაციენტი ვერაფერს ვერ გრძნობს. მაქსიმუმ ხო, კიდე ის რა ქვია, პირის ღრუში მარილიანი წყალი ესხმება მარტო. და ნარკოზის ქვეშ თუ კეთდება იმპლანტაცია, ხო არის ისეთი პაციენტი, რომელსაც ხშირად დენტოკლუბში გვაქვს ეს მომსახურება, როცა თუ არის დენტოფობიის გამოვლინება, შეგვიძლია რომ ზოგადი ბალანსირებული ანესთეზიით გავაკეთოთ. ნარკოზით იგივე გავაკეთოთ ამ შემთხვევაში პაციენტი არ რჩება იქ ერთი ღამით. არა, ჩვენ არ რჩება, ოპერაციიდან დაახლოებით 2-3 საათის მერე შეუძლია თავისი წავიდეს. ოკეი, საკმაოდ მარტივია. თუმცა მეთვალყურეობის ქვეშ ყავს ყოველთვის. რა მინდა კითხო კიდევ. ყველაზე ხშირი გართულება იმპლანტაციის დროს რა შეიძლება იყოს? ისეთი კითხვა, რომელიც რა ვიცი პაციენტებს ალბათ აშინებთ, იმიტომ რომ რბილი ქსოვილების რეცესია.
იმპლანტაციის შემდგომ. დი. მაშინ რა შემთხვევაში შეიძლება მოხდეს ეს? ისევ არასწორი ჰიგიენის გამო, არასწორი ორთოპედიული, არ ვიცი, კონსტრუქციის გამო. რეცესია შეიძლება გამოიწვიოს ერთი ძვლის ზედმეტმა გადატვირთვამ და ძალიან მაღალი ტორკით იმპლანტის ჩასვამ, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ძვლის დაწევა. იმპლანტის ყელის მიდამოში ავტომატურად ღრძილი, რომელიც ძვლის საფარველია, ავტომატურად დაიწევს და შეიძლება იმპლანტი გამოჩნდეს. შეიძლება გამოიწვიოს იმან, რომ არასწორად იქნა შეფასებული ღრძილის სიმაღლე და იმპლანტი უფრო ზედაპირულად ჩაჯდა, ან უფრო ღრმად შეიძლებოდა ჩამჯდარიყო. ამის ყველაფრის პრევენცია არის, რა თქმა უნდა, სწორი დიაგნოსტირება და გარკვევა იმისი შესაძლებელი იყო თუ არა ამის თავიდან აცილება, ან ღრძილის გასქელება. შენ აღნიშნე D1 ძვლის ტიპი D1. ჩვენ ვიცით რომ არსებობს ძვლის 4 ტიპი D1, D2, D3, D4. მე რამდენად ვიცი, ყველაზე ხშირი არის D3, D4 რბილი, ასე ეს თუ არა. D3, D4 ყველაზე ხშირი კი. და D4 ხო საკმაოდ რბილია. და იმპლანტის ჩასმაც არ წარმოადგენს არანაირ რისკს. არანაირს. ოკეი. რაც შეეხება აუგმენტაციას. რა არის აუგმენტაცია? აუგმენტაცია არის მოცულობის გაზრდა რბილი ან მაგარი ქსოვილების. ძვლის ან ღრძილის. აუგმენტაცია მაგას ნიშნავს. შეგვიძლია ძირითადად აუგმენტაცია ჩვენთან ქვია ძვლის გასქელებას, GBR, რასაც ქვია ინგლისურად, guided bone regeneration. არსებობს guided tissue regeneration, GTR. GBR-ი, ანუ ძვლოვანი ქსოვილის აუგმენტაცია, ეს არის ეს კეთდება იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს კონკრეტულ მიდამოში აქვს ძვლის დანაკლისი. ტრამვისგან, ატროფია ძვლის, უბრალოდ თხელი ძვალი ქონდა და ანატომიურად თხელი ძვალი ქონდა და ეს იმპლანტის ჩასასმელად საკმარისი არ არის. და რამდენად უსაფრთხო უყურე ძვლის აუგმენტაცია ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა დავამატოთ გარკვეული ალოგენური ქსენოგრაფტი ძვალი. მარტივენით რომ თქვათ, ეს ძვალი რამდენად უსაფრთხოა? აბსოლუტურად უსაფრთხოა ყველა. ყველა. აბსოლუტურად მათ ყველა შორის უსაფრთხოა. ცხოველური წარმოშობის მათ შორის ქსენოგრაფტი. ცხოველური და მათ შორის ადამიანური წარმოშობისაც. შესაბამისად, პაციენტს არანაირი შიში არ უნდა ქონდეს არანაირი იმისა, შიში არ უნდა ქონდეს, რომ დამატებით რა ხელოვნური თქმა უნდა, ეს არის ძალიან მაღალ ტექნოლოგიურ დონეზე დამუშავებული. გამოღებულია ყველაფერი, რამაც შეიძლება რამე პრობლემა გამოიწვიოს. ნუ ეხლა ღორისგან ადამიანზე ისეთი არაფერი არ გადავა ძვლის დამუშავებით. ზოგადად, მაგრამ მაინც მაქსიმალურად დამუშავებული ქსოვილია იმისთვის, რომ იქ რამე პრობლემა არ მოხდეს. მით უმეტეს არის ესეთი კომპანიები ახლა არ დავასახელებ აქ ლურჯ თეთრი შეფუთო აქვს. ვიცით. ვიცით, რომელსაც საკმაოდ მაღალი ხარისხის პროდუქტი აქვს და არანაირ პრობლემას არ იწვევს ეს. მე ყოველ შემთხვევაში არ მქონია შემთხვევა, როცა ძვლის შეტანას რაიმე პრობლემა გამოეწვიოს. ხო, მე ახლა საუბრობ როგორც პაციენტი, როგორც პოტენციური პაციენტი. უყურე, მე ვარ პაციენტი, მოვდივარ შენთან, შენი ძახი, როგორც ექიმი, რომ იმპლანტოლოგის საჭიროა ძვლის დამატება, ეს არის ცხოველური წარმოშობის, ან ღორის, ან ცხენის. ამაზე პაციენტს ყოველთვის ვაწვით ინფორმაციას. რაღაცა თითქოს შიშს იწვევს ჩემში, რომ აჰა, კიდევ იმპლანტი უნდა ჩავსო, კიდევ რაღაც დამატებითი ძვალი უნდა დამიმატო. ერთი ცალი გახსნილი ძვალი მიდოს და პაციენტს ვაჩვენებ ხოლმე ამისთვის, ვინც ინტერესდება, რომ არაა პრობლემა. არ არის პრობლემა. რა არის სინუს ლიფტინგი? სინუს ლიფტინგი არის ჰაიმორის ღრუს ქვედა ფსკერის მაღლა აწევა. რა საჭიროა? და როდის ვაკეთებთ? ხშირად პაროდონტიტიანი ან ქრონიკულ პერიოდონტიტიანი, ქრონიკული ანთებითი პროცესიანი კბილების ამოღების შემთხვევაში ჰაიმორის ღრუს ქვედა ფსკერზე არ არის ხოლმე იმხელა საკმარისი ძვალი, ანუ ალვეოლური მორჩის დაზიანება ხდება ინდონეზზე, რომ არ გვაქვს საკმარისი ძვალი იმისთვის, რომ მოხდეს აქ ხელოვნური კბილის ჩასმა, ანუ იმპლანტის ჩასმა. იმისთვის, რომ მოვახდინოთ იმპლანტის სრულფასოვნად ძვალში ჩასმა, საჭირო არის ხოლმე ჰაიმორის ღრუს ქვედა კედლის მაღლა აწევა. რის გამოც გვიწევს ჰაიმორის ღრუში შესვლა, ამ გვერდიდან, ამ ქვევიდან იმის მიხედვით რა რესურსი გვაქვს. ხელოვნურად ძვლის შეტანა ლორწოვანის ქვეშ, რომელიც ამოფენს ამ ჰაიმორის ღრუს. და მე ველოდებით რაღაც პერიოდი, იმის მიხედვით რა მასალა გამოვიყენეთ, რა ტიპის სინუს ლიფტინგია გაკეთებული და მე ვაკეთებ უკვე იმპლანტაციას. სინუს ლიფტინგს აკეთებს ყველა იმპლანტოლოგი. წესით უნდა აკეთებდეს. ოკეი, ანუ თუ საჭიროა სინუს ლიფტინგი, პაციენტი რეკავს და კითხულობს იმპლანტოლოგს. ოკეი. შენი აზრით, რამდენად სწორია, როცა პაციენტი რეკავს კლინიკაში და კითხულობს პირდაპირ იმპლანტის წარმოშობას? შეუძლია, რა პრობლემაა?
ოკეი. კარგი ბატონო, რამდენ ხანს ძლებს იმპლანტი? რამდენ ხანს ცოცხლობს ადამიანი? კი აღნიშნე უკვე პლადა. იმპლანტი კეთდება იმ იდეით, რომ ადამიანს ემსახუროს სიცოცხლის ბოლომდე. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ჯანმრთელი ვიქნებით, რამდენად შევინარჩუნებთ ჰიგიენას იმ დონეზე, რომ არ წავიდეს ანთებითი პროცესი. ანთებითი პროცესის მკურნალობა შეიძლება მანამ სანამ იმპლანტი გამოჩნდება გრძილიდან. სანამ გამოჩნდება იმპლანტი, მანამდე შეიძლება რაზომის დეფექტიც არ უნდა იყოს იმპლანტის მკურნალობა. ოკეი, გამოჩნდა და მე რა? გამოჩნდა მაშინ ამოსაღებია. და თუ თქვენ ამოვიღეთ, გამოდის რომ პაციენტი არის ისევ კბილის გარეშე. კი. არის თუ არა მის შესაძლებელია შესაძლებელი შესაძლებელია აუგმენტაცია, ძვლის აღდგენა და თავიდან იმპლანტაცია. გავიგე. ანუ არის ისეთი სიტუაციები, სადაც დეზინტეგრაციაც ყველაფერი გვაქვს ამისთვის ადგილზე, იმისთვის რომ ეს შესაძლებელი იყოს და ვაკეთებთ ხოლმე ხშირად. რომელი მითები არის ყველაზე გავრცელებული იმპლანტოლოგიაში და რა სიტყვოდი საპასუხოდ? რა ვიცი, დიდად სიტყვაზე არ მიყვარს ეს მითები მე და არ ვიცი, ეს ცოტა ვერ ვიხსენებ უცბად ესე რა შეიძლება იყოს მითები. არ ყოფილა ის შემთხვევა, სადაც პაციენტი ვთქვათ მოსული იყო და შენ გეთქვა რომ გჭირდება იმპლანტი და იმას თქვა რომ რაღაც კი არის რაღაცეები რა, აი ხა როგორ ვიცი, რომ მაგალითად იმპლანტს რო ჩაისვავ, ეს იმპლანტები წლების მიხედვით არის, მაგალითად, რომ ისრაელის იმპლანტს თუ გაიკეთებ 5 წელი უნდა გემსახუროს, შვეიცარიის იმპლანტს თუ გაიკეთებ 25 და თუმცა როგორც ახსენე, ამაზე არ არის დამოკიდებული. მნიშვნელობა არ აქვს არც ერთი ქვეყნის მწარმოებლის იმპლანტის შემთხვევაში რამდენ ხანს გემსახურება ის. არის ისეთი სიტუაციები, სადაც იმპლანტმა შეიძლება იმპლანტი შეიძლება გადანაცვლდეს სხვა მოზარდის ყბაში თუ მოხდება იმპლანტის ჩასმა კი. რამდენად მართალია ის, რომ ღრძილების ანთებამ შეიძლება გამოიწვიოს სხვა პრობლემები, მაგალითად გულის პრობლემები. როგორ არის? რისკებს ზრდის გულის დაავადებებისას მაგალითად. ანუ ის კი არა რომ გულის დაავადება გამოიწვია, რისკებს ზრდის. შეიძლება დიაბეტის რისკებიც გაზარდოს. ოჰო. გამოდის რომ აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება ჩვენს ღრძილებს. მე როგორც მახსოვს ესე 10 წლის წინ ნაკლები ყურადღება ექცეოდა ღრძილებს, თუმცა ახლა ძალიან ბევრი 10 წლის წინ მე 10-15 არა 10-15 კი არა 2018 წლამდე მე სხვანაირად ვფიქრობდი პაროდონტოლოგია ცოტა სხვა რაღაცა იყო ჩემთვის, მაგრამ თუმცა ახლა უფრო მეტი რაც ჭეშმარიტებას ვეზიარე იმის მერე უკვე მივხვდი ცოტა სხვა სამყაროა. რამდენად განვითარებულია ჩვენთან პაროდონტოლოგია და იმპლანტოლოგია, რა სიტყვოდი? ხო არიან ისეთი პაციენტები, რომლებიც მიდიან სამკურნალოდ თურქეთში მაგალითად. პაროდონტოლოგიური პრობლემები. იმპლანტოლოგიური პრობლემები. ეს ცოტა სხვა თემაა, ხა შეიძლება ვიღაც წავიდეს, მაგრამ არ ვიცი მე ხა რა кейსის გამო წავიდა ადამიანი თურქეთში იმპლანტის ჩასმელად, მაგრამ პაროდონტოლოგია საკმაოდ მაღალ დონეზეა. და იმპლანტოლოგიაც. იმპლანტოლოგიაც საკმაოდ. ოკეი. ძალიან ბევრ ქვეყანას გაუწევდით კონკურენციას, ევროპულსაც კი. შენ ახსენე რომ იმპლანტაციის ოპერაციის შემდეგ პაციენტმა უნდა მიმართოს პაროდონტოლოგს ან ყოველ 3 თვეში, ან ყოველ 6 თვეში. 3 თვეში თუ 6 თვეში? იმაზეა დამოკიდებული ჰიგიენას როგორ იცავს. ანუ ექიმი თვითონვე ექიმი თვითონ წყვეტს რამდენ ხანში ერთხელ უნდა მივიდეს. და თუ იმპლანტაცია არა გვაქვს გაკეთებული და უბრალოდ მოვიდა წმენდაზე, რა სიხშირით უნდა იაროს? იქიდან ეს ყველაფერი დამოკიდებულია რა სიმძიმის პაროდონტიტი აქვს. თუ პაროდონტიტი აქვს, თუ ჯანმრთელი პირის ღრუ აქვს 6 თვეში ერთხელაც შეუძლია. წელიწადში ერთხელაც. მაგრამ თუ აქვს პაროდონტიტის სიმძიმეზე და პაროდონტული დაავადებების სიმძიმეზე დამოკიდებული არის. რამდენ ხანში ერთხელ მიდიხარ ექიმთან? რამდენად სწრაფად შეიძლება დაიტვირთოს იმპლანტი? სხვა სიტყვებით, მოვედი მე ეგნატა ექიმთან იმპლანტაციაზე და მინდა რომ მეორე დღესვე ჩემი მუდმივი კბილით წავიდე, არ ვიცი, ვაშინგტონში ვცხოვრობ, ჩამოვედი და მივფრინავ. ვერ, მაგრამ დროებითი კბილი მეორე დღესვე შეიძლება. და მუდმივი? ყველაზე სწრაფად? 3 თვის მერე. ანუ უფრო ადრე ვერანაირად. ვერ ვისკავთ. რატომ ვერ ისკავთ ექიმები? მით უმეტეს პაციენტზე, რომელიც უცხოეთში უნდა წავიდეს, ვერ ვისკავთ, იმიტომ რომ რო წავა მე აქედან იქ ვერ დავეხმარები ვერაფრით. იქ დაუჯდება ძალიან ძვირი ეს მკურნალობა. ამიტომ ყოველთვის ვეუბნებით პაციენტს, რა იმპლანტიც არ უნდა ჩავსვათ, 3 თვე ველოდებით, 3 თვის მერე ვსვათ. არ აქვს მნიშვნელობა ზედაყბა, ქვედაყბა, ერთიანად 3 თვეში ხორცდება მაინც კარგად ყველა. თუ თქვათ პაციენტს აქვს სრული ადენტია, ანუ პრაქტიკულად არ აქვს კბილები, ამ შემთხვევაში რამდენი კბილი უნდა ჩაისვას?
იმისათვის რომ გაკეთდეს იქიდან ადეკვატური გამომდინარე რა კონსტრუქცია. კონსტრუქციას იკეთებს? თუ იკეთებს მოსახსნელ კონსტრუქციას 4-ით საკმარისია. 4-5 ზედაყბაზე 5 მაგალითად, ქვედაყბაზე 4, იქიდან გამომდინარე რომ ზედაყბის ძვალი უფრო რბილი ძვალია, ქვედაყბის ძვალი უფრო მყარი ძვალია. თუმცა ესეც ინდივიდუალურია ანუ ბილძვალში ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი უფრო იმპლანტი. მეტი იმპლანტი, რა თქმა უნდა, რომ უფრო დიდ ზეწოლას გაუძლოს კონსტრუქციამ. თუ კეთდება მოუხსნელი კონსტრუქცია, სასურველია 6 ან 8 იმპლანტი. ზედაყბაზე 8, ქვედაყბაზე 6. თუ პაციენტმა ჩაიტარა სინუს ლიფტინგი და ვაშინგტონში ცხოვრობს და სურს ხვალევე დაბრუნება სახლში. ამ შემთხვევაში რა ხდება? სამწუხაროდ ან მოუწევს ნავით წასვლა აქედან ნიჩბებიანი ნავით, ან მოუწევს თვენახევარი გაჩერება და მერე წასვლა. თვენახევარი. კი. ანუ სინუს ლიფტინგის შემდეგ თვენახევარი თვენახევრის განმავლობაში აკრძალულია ფრენა, აკრძალულია ყვინთვა, აკრძალულია დიდი სიმძიმეების აწევა. აკრძალულია სასულე საკრავებზე დაკვრა. ნუ სიგარეტის მოწევა და ის რაღაცები ხო საერთოდ კატასტროფა. რატო? ჰაიმორის ღრუში გვაქვს შეტანილი ხელოვნური ძვალი. თვითონ ეს პროცედურის დონეზე ჯდება საკმაოდ ძვირი. ამას ემატება მასალები. ეს პაციენტს არ უკეთდება იმ შემთხვევაში თუ ძვალი მე-6 და მე-7 კბილის მიდამოში ზედაყბაზე აქვს 12 მმ სიმაღლეში, უკეთდება იმ შემთხვევაში, როცა აქვს 2 და 3 მმ, ხო? იმისთვის რომ ძვალი გავზარდოთ. როცა ამხელა დონის ოპერაციას იკეთებ, ამხელა ფინანსებთან დაკავშირებულს, ხო, იქ აღარ უნდა გარისკო ისეთი რაღაცები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს შემდგომი გართულებები, ძვლის დაკარგვა. ანუ თუ მაგალითად პაციენტი ჩაჯდა თვითფრინავში და მაღალ სიმაღლეზე აფრენის დროს ის ძვალი გარეთ გამოვიდა, ხო? წნევის შედეგად? მაღალი წნევის შედეგად, კი ბატონო. შესაბამისად, სანამ ჭრილობა არ შეხორცდება კარგად, დაახლოებით 3-4, შეიძლება 6 თვეც, მე იქ თავიდან უნდა გავაკეთო ეს ოპერაცია, ვერაფერს გავაკეთებ. ავტომატურად, არ ვიცი. ანუ აკრძალულია. ნავი. ისევ ნავი. სანამ პაციენტი მოვა შენამდე იმპლანტაციაზე. რა უნდა იცოდეს? როგორ უნდა მოემზადოს? რა არჩევას მისცემდი პაციენტს? ჯერ ზოგადად გააერკვიოს კარგად იმპლანტების შესახებ, ამაზე ინფორმაციის მიღება ინტერნეტით ან კი ხელოვნური ინტელექტის საშუალებითაც გადასარევად შეიძლება. მე შეუძლია მოვიდეს და მე შემიძლია შევიყვანო ორთოპედთან და მე აუხსნით რა კონსტრუქციაა შესაძლებელი რომ გაიკეთოს. გავიგე და ოპერაციის შემდეგ მხოლოდ მოუაროს იმპლანტს ისე როგორც უკვე ახსენე. მხოლოდ მოუაროს იმპლანტს ისე როგორც ექიმი ეტყვის. დროებით და არა მეზობლების რჩევებით. ან მე თქვენ კი დამინიშნეთ ის ქლორჰექსიდინიანი სავლები, მაგრამ მე გადავწყვიტე რომ სოდიანი სავლები ჯობდა ამას. მაგრამ არა. ბატონო. რა პერიოდი შეიძლება ატაროს პაციენტმა დროებით კბილი? სანამ ექიმთან არ მოახერხებს მოსვლას რამენაირად რომ მუდმივით ჩავანაცვლოთ. ისე წესით და რიგით ძირითადად საჭირო არის ხოლმე 3-4, მაქსიმუმ 6 თვე. იმაზეა დამოკიდებული რა ტიპის ოპერაცია გაკეთდა, მაგალითად დროებითი კბილის ჩასმის მერე თუ გავაკეთეთ ჩვენ ღრძილის გასქელება დაახლოებით 5-6 თვე მოუწევს პაციენტს დროებითის დარება. სანამ ღრძილის სრულ გასქელებას არ მივიღებთ. თუ პაციენტი ნერვიულობს, ამ შემთხვევაში რა ეტყვი მას დასამშვიდებლად იმპლანტაციის წინ? 3 ვარიანტია აქვს. ერთი ვამშვიდობთ, რომ იმპლანტაციის პროცესი ნებისმიერ თერაპიულ და ქირურგიულ манипуляციაზე უფრო მარტივი შესასრულებლად თუა ეს არის ბანალური იმპლანტაცია, უბრალოდ გავჭერი იმპლანტი ჩავსვი გავკერე. თუ ეგარშველის ატარაქსო ასმევ, დამამშვიდებელია და გადასარევად ამშვიდებს, თუ ატარაქსიც არ შველის ნარკოზი. ნარკოზი ალბათ. იდეალური საშუალება, პაციენტი იძინებს, იღვიძებს თავისი იმპლანტებით, ზოგჯერ კბილებითაც მქონია ესეთი შემთხვევები, როცა იმპლანტაციის დროს მაშინვე მომხდარა დროებითი შაბლონზე დაბეჭდილი კონსტრუქციის მორგება და პაციენტს გაუღვიძია კბილით წასულად ძალიან ბედნიერებიც არიან ხოლმე. მე პრინციპში მეტი არაფერი. შაბლონზე მინდა გკითხო, რა არის იმპლანტაცია ნაკვეთის გარეშე? უფრო სწორად ვიტყოდი, იმპლანტაცია განაკვეთის გარეშე არა, იმპლანტაცია მიმმართველის საშუალებით, რომელიც ექიმს უქმნის ძალიან დიდ კომფორტს ჩასვას იმპლანტების ზუსტად იმ ადგილას, მილიმეტრის სიზუსტით, ზუსტად იმ დახრის კუთხით, სადაც
კონსულტაციის პროცესში აუხსნეს პაციენტს, რომ იყოს შესაძლებელი ამის გაკეთება. იმისთვის, რომ რაღაც კონკრეტული კონსტრუქცია გაკეთდეს იდეალურად. ეს დამატებითი ხარჯია პაციენტისთვის. დამატებითი ხარჯია, თუმცა ეს დამატებითი ხარჯი ნამდვილად ღირს იმისთვის, რომ გაიღო. არსებობს კიდევ რაიმე დამატებითი ახალი ტექნოლოგიები, რომელიც ამარტივებს თქვენ საქმიანობას? ქირურგიული თარგი, ქირურგიული თარგი ჯერჯერობით არის ყველაზე ისეთი არის ამ შაბლონის რამდენიმე ვარიანტი, მაგალითად მაგნიტებიანი შაბლონები, როცა კონსტრუქციის ჯერ ხდება ამ შაბლონის მორგება, შაბლონის კარკასის მორგება და შაბლონის კარკასზე გათვალისწინებული არის შაბლონის მორგებაც, გათვალისწინებული არის ასევე ორთოპედიული კონსტრუქციის მოსარგები შაბლონიც. არა მხოლოდ ქირურგია, არამედ მაგნიტებიანი შაბლონი არის, საკმაოდ რთული დასაშლელი შაბლონია, მაგრამ ძალიან დიდი სიამოვნებაა. მე რამდენადაც ვიცი, თქვენს კლინიკაში და შენს პირადად და შენი ორთოპედები იყენებთ ამ ტექნოლოგიას. კი, შაბლონს ვიყენებთ, კი. სუპერ. თუ გახსენდება შენი პრაქტიკიდან რამე ისეთი რთული შემთხვევა, ყველაზე რთული შემთხვევა კლინიკური? თუ ბევრია ეგეთი? ან პირიქით? რა არის იცი, რასაც უყურებს რთულები მაქვს. მარტივი кейსი რომ მაქვს ხოლმე ეს მიკვირს მართლა მე ვარ ეს რა მინე სხვა ხო არ არის. ძალიან არ ვიცი, კარგი ეს თუ ცუდია, მაგრამ სამწუხაროდ ზოგადად ესე მაქვს რომ ყველაფერი რთული უნდა მოხდეს ჩემთან. ისე სხვათა შორის სახელიც გაქვს ისეთი, მე ვიცი რომ რამოდენიმე კურიოზი ყოფილა შენ სახელთან დაკავშირებით, აბა მოგვიყევი. ეგნატე. რამოდენიმე არა. ბევრი? 26. 26 ეს არის 1 წლის მონაცემები. ყველაფერი დაიწყო 16. მერე ამას მოყვა ეგვიპტე. ვაიმე. მერე მოყვა ამას ბატონი ეკატერინე და ფარნავაზი, სპირიდონი, უშანგი, ბოლო იყო ნუცა. ბოლო იყო ნუცა, რომელმაც დამშოკა, არ ვიცი, პაციენტი ჩაეწერა კონსულტაციაზე ნუცასთან. რო კითხეს ნუცასთან სხვა კლინიკაში ხო არ ეწერებით? არა, ნუცასთან ვეწერები იმპლანტის კონსულტაციაზე. და გამოეცხადა. ჩვენ ძალიან ენაკვიმატი ის ყავს რა ქვია ადმინისტრატორი ხატია მოკითხვა ხატიას რომელიც ადგენს ამ სიას რა სახელებს მეძახიან პაციენტებს. 26 არის დღესდღეობით. კარგია, ნამდვილად. ეს არის 1 წლის მონაცემები. 1 წლის. დაგროვდება. მანამდეც იყო რაღაცეები. კაია. და ალბათ ბოლო კითხვა. მე ვიცი და არაერთხელ წამიკითხია, რომ სტომატოლოგია არის ერთ-ერთი ყველაზე სტრესული პროფესია და სამსახური. როგორ ისვენებ? ძირითადად ბუნებასთან კონტაქტით. როგორ? თევზაობა. ნადირობა, თევზაობა, სოკოზე სიარული, უბრალოდ ტყეში უმიზნოდ სიარული რაღაც ის რაც ბუნებასთან გაახლოებს და ის მდინარის ჭხრიალი, ის ხეების შრიალი, რაღაც სიმშვიდე, ჭირდება რაღაცა ერთული. თავისებური მედიტაცია. ვიღაცისთვის შეიძლება წარმოუდგენელია თოფით ხელში მედიტაციას რანაირად გადიხარ ადამიანი, მაგრამ მე ჩემი მიდგომა მაქვს იოგის მიმართ, ჩემი იოგა. ხო, ზოგი ხო არის პირიქით, ზოგს ურჩევნია რომ აქტიურად. ჩემთვის აქტიური დასვენება ბუნებასთან კავშირი არის დასვენება. და კარგად ერქვა. მე ვერ წარმომიდგენია აი ვერ ვისვენებ მე მაგალითად შეზლონგზე წამოსვლილი. არ შემიძლია, აი ვერც მე. ხო არიან ადამიანები, რომლებიც წვანან, შეუძლიათ იწვნენ, ირუჯებიან თავისთვის წყნარად, მშვიდად. მე შეზლონგზე თუ დავწექი მეძინება. მომენტალურად ვითიშები. ამაზე ხუმრობს და რა ვიცი, ხალისობს მთელი სტომატოლოგია, ვინც მიცნობს, იმიტომ რომ სადაც დავჯდები, იქ მეძინება. ჩემთვის დასვენება არის აქტიური დასვენება, არ არსებობს ჩემთვის დასვენება, როცა აი მე რაღაცაზე გავჩერდი სადღაც და რაღაც აი შეუძლებელია. ანუ მთავფრა, ვიდრე ზღვა. ტყე, არა მდინარე, არანაირი ზღვა. და ეს ყველაფერი ზღვაზე თუ არის იქაც თევზაობ. ზღვაზე თუ არის იქაც თევზაობ. არა, ყველგან. საქართველოს მასშტაბით ყველგან. ანუ ამის რესურსი გვაქვს. კი, აი სამსახურში მოვსულვარ ისე რომ მაგალითად სათევზაოდან საცმლით დაანკესით და წამოსულხარ. მეგობარს გამოუვლია და წავსულვართ ეგრევე ბათუმში და ორშაბათს დილას ჩამოსულვარ სამსახურში მისულვარ პირდაპირ. ძალიან კაია. ძალიან დიდი მადლობა იმისათვის რომ იყავით დღეს ჩვენი სტუმარი. ნამდვილად საინტერესო იყო და ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრ თემაზე ვისაუბრეთ. მადლობა. უღრმესი მადლობა მოწვევისთვის, ჩემთვის ყოველთვის ძალიან სასიამოვნოა შენთან ურთიერთობა. მადლობა.